გურჯაანის სპორტული გაერთიანების ამაგდარ პედაგოგს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს 6 შვილის მამას თამას ყიფიან საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდება მიენიჭა. იგი ჩვენი სტუმარი ბრძანდება. გამარჯობა გილოცავთ ამ წარმატებას და დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა, გამარჯობათ, მოგესალმებით. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის და რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე? ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს წოდება, რომ ადამიანი რომ შრომობს, წვალობს, მწვრთნელი და უფასდება ამ შედეგებით, მაგით კმაყოფილია უკვე და ფიქრობს, რომ რომ მუშაობს, ნაყოფი გამოიღო და წოდება მიანიჭა და ამაყია და უხარია რომ ეს დაუფასდა. დიახ, მოელოდით ამას? კი, რა თქმა უნდა. საინტერესო არის რა გზა გაიარეთ წარმატებამდე? წარმატებამდე რა თქმა უნდა ყველა იწყებს დაწყებითი ბავშვებთან მუშაობას იწყებს და ავარჯიშებს ბავშვებს გამოდიან შეჯიბრებზე, იწყება ტურნირებით, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატებით და მე ეს შედეგების და მიხედვით რას გააკეთებს, შემდეგ უკვე ეს გროვდება შედეგები მწვრთნელის და შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს ფედერაცია, სამინისტრო, ასევე ჩემ შემთხვევაში ფედერაციიდან დამიკავშირდნენ, ჩემი შედეგები შეაჯამეს, შემდეგ სამინისტროს გადაარჩეს და სამინისტრომ მომანიჭა ეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. დიახ. მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ დაინტერესდით ამ სპორტის სახეობით და მე რა გზა გაიარეთ? რა თქმა უნდა, შევედი 8 წლის ვიყავი ჭიდაობაში, ასევე ვარჯიშობდი, ასევე ჭიდაობდი, ვიყავი საქართველოს ნაკრებში, რომ დავიწყე ჭაბუკებიდან, ახალგაზრდებიდან, ასევე შემდეგ ეროვნულ ნაკრებში, საერთაშორისო ტურნირები მაქვს მოგებული, ჩვენი ეროვნული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა ეროვნულ ნაკრებიდან. ასევე ჭიდაობა დავასრულე ჩემი და შემდეგ დავიწყე მწვრთნელობა. დიახ. და ჩავაბარე სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში, დავამთავრე და მივიღე უფლება მუშაობა მწვრთნელად. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა ბევრი მაქვს, ასევე კიდევ მივიღო ბავშვები, ვინც მყავს ესენი წარმატებული ბავშვები, მყავს ევროპის პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოს ფინალისტი, წლევანდელი, მეორე პრიზიორი და სამომავლო გეგმები მაქვს, რომ ეს ვინც შედეგიანები მყავს, ეხლა ახალგაზრდა ბავშვები, ამათ კიდევ გავყვე და კიდევ მეტი გავაკეთებინო და მაქვს სამომავლო გეგმები ისევ მივიღო პატარები და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. დიახ. რამდენად პოპულარული არის სპორტის ეს სახეობა საქართველოში? ჩვენი ჭიდაობა არის ოლიმპიური სახეობა მოგეხსენებათ და ოლიმპიური სახეობას ბევრი ყურადღება ექცევა. ძალიან პოპულარულია საქართველოში. იმიტომ რომ ყავს ჩვენი ბევრი ძალიან ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, გივი კარტოზია, რომან რურუა, თეიმურაზ აფხაზოვა, თემო ყაზარაშვილი, ასევე ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონები ყავს და ოლიმპიური ჩემპიონები და პოპულარულია ძალიან. თქვენ როგორც მწვრთნელი რას ფიქრობთ, რა არის სპორტის ამ სახეობის საიდუმლო? იმ წარმატებას რომ მიაღწიო, რა უნდა გააკეთო? მარტო შრომა საკმარისი არის? მარტო შრომა, რა თქმა უნდა, მარტო შრომა არ არის საკმარისი. შრომასთან ერთად დისციპლინა, რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომ დაისვენო, რომ ივარჯიშე აღდგეს ენერგია ნორმალურად, რომ შემდეგ მეორე ვარჯიში ივარჯიშო, მესამე ვარჯიში ივარჯიშო და ხოლოდ ეს მუდმივად არის, წლებია ეს გასაკეთებელი, არანაირი დარღვევა არ შეიძლება. თუ რამე დაირღვევა, ესე გამოდის, რომ მე შენ შედეგზე აისახება ეს და ვეღარ გახდები ვერაფერს ვერ მიაღწევ. თუ რეჟიმი არა გაქვს და დისციპლინა არა, ამასთან ერთად რეჟიმი და დისციპლინა არის ძალიან ბევრ ვარჯიშთან ერთად საჭირო. დიახ. აი კარგ შედეგს რომ მიაღწიო, როგორი დისციპლინა უნდა გქონდეს, როგორი განრიგი უნდა გქონდეს? რა თქმა უნდა, დღეში ორჯერადი, სამჯერადი ვარჯიში და ამ ვარჯიშთან ერთად რეჟიმი, შუადღის ძილი,
რომ საღამოთი კიდევ შეძლო ვარჯიში და რა თქმა უნდა საღამოს კიდე ადრე დაწოლა და დასვენება რომ ეს მუდმივად გაგრძელდეს უნდა რომ მეორე დღესაც შეძლო ვარჯიში და ეს არა მარტო მეორე დღეს ეს გრძელდება წლები უნდა. აი ამ რეჟიმით რო არიან ხოლმე სპორტსმენები ახერხებენ რომ სკოლაშიც იარო, განათლებაც მიიღონ პარალელურად. აი ორივე ერთად შეთავსებადი რამდენად არის? კი, რა თქმა უნდა არის შესაძლებელი სკოლის მერე ივარჯიშებს, ან დილით ივარჯიშებს და მერე ივარჯიშებს კიდე სკოლის მერე საღამოს. დიახ. სანამ სკოლაში ისწავლის კიდევაც და ყავს ჩვენ ბევრი მოჭიდავეებს, ყავს ასევე ბევრი ძალიან, რომელიც სპორტის მერე სხვადასხვა სპეციალობაზე მუშაობენ. დიახ. აი სპორტის ეს სახეობა როგორ ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ? ეხმარება ყველაფერს ცილდები, გარეთ არ გახარ, რა თქმა უნდა, თუთუნზე და პივაზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი და რო ვარჯიშობ და რო გინდა ფსიქოლოგიურად ხარ ისე განწყობილი, რომ ვარჯიშობ და იცი უკვე წვნელი გეუბნება მას უკვე შენთვის რა შეიძლება, არ შეიძლება ეს, არ შეიძლება ეს და უნდა შეასრულე ეს მითითები, მარტო თუთუნი არ არის, უბრალოდ გინდაც დიდი ხანი თქვათ 1 საათი უბრალოდ დადგები იჟაზე და იყო ესეც უკვე დარღვევა. ესე იგი ახალგაზრდებს აღარ რჩებათ თავისუფალი დრო თუ ამ სპორტის სახეობაში იქნებიან რომ რამე სხვა საქმე გააკეთონ არ რჩებათ ამისთვის დრო, ან დადგეს და ან რაღაც არანაირი დრო არ აქვს, როცა დღეში 2-ჯერ 3-ჯერ ვარჯიშობს, თან შუა დღეს უნდა დაისვენოს, მერე კი ღამდება ვარჯიშის მერე და ისევ სახში იკვებოს კარგად, დაიძინოს და ესე გრძელდება ყოველი. დიახ. რა საკიდან იღებთ სპორტსმენებს და რამდენი წელი არის საკმარისი, რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს მოსწავლემ? ასაკიდან დაახლოებით 6 წლიდან 7 წლიდან შეიძლება ვარჯიშის დაწყება. და დაახლოებით აუცილებლად ჭირდება 10-დან 15 წელი. აი ამას ვიძახი, უბრალოდ დიდი შედეგს რომ მიაღწიო და ეს წლები სულ უნდა იყო რეჟიმში. ვარჯიში. რა თქმა უნდა, ეხლა პატარებს რომ ვიღებ იმათვის არ არის საჭირო დღეში 3-ჯერ და 2-ჯერ ვარჯიში, მაგრამ მე ნელა-ნელა უკვე ნელა-ნელა უმატებ. ასევე თქვენ ბრძანდებით 6 შვილის მამა და თქვენებიც თუ არიან დაინტერესებული სპორტის ამ სახეობით? კი, მე მყავს შვილი, არის 10 წლის. ვარჯიშობს უკვე 4 წელია და შეჯიბრებზე დავდივართ, ვჭიდავთ სხვადასხვა ტურნირებს და საკმაოდ წარმატებით და უკვე ეხლავე თვითონაც უკვე 4 წელია დადის და უკვე ვეღარ ისვენებს ვარჯიშის გარეშე და სულ შეჯიბრი და ძალიან არის დაინტერესებული. დიახ. თუ გაქვთ შესაძლებლობა ასევე საერთაშორისო ტურნირებში რომ მიიღოთ მონაწილეობა? კი, როგორ არა, ტარდება საერთაშორისო ტურნირები, თანაც ყველა ასაკში ბავშვებიდან, თქვათ 9 წლის ასაკიდან ტარდება ესტონეთი ატარებს ყოველ წელს ორ შეჯიბრს და ასე სხვადასხვა ქვეყნები ატარებენ და მოწვევა გვაქვს ხოლმე და შეძლებს და გვარეთ მიიღებთ მონაწილეობას. დიახ. რას ურჩევთ ახალგაზრდებს, მშობლებს? მშობლებს ურჩევ პირადად რომ თვითონ მარტო მწვრთნელი კი მუშაობს ეუბნება, მაგრამ მშობელმაც უნდა გააკონტროლოს თავის შვილი, რომ რეჟიმში იყოს, თავის დროზე დაწვეს და დიდხანს არ იყვნენ სოციალურ ქსელებში. ესე იგი, შედეგს რომ მიაღწიოს სპორტის ამ სახეობაში, მოსწავლემ აუცილებელი არის, რომ მწვრთნელთან ერთად მშობელიც გვერდში ედგეს, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად მშობლის დახმარებით. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენს, კარგად გაგრძელოთ.